რომელი პური უნდა ვჭამოთ წონის კლების დროს? გაინტერესებს? გამოიწერე ჩემი არხი, ბოლომდე მიყურე და ბევრ საინტერესო რამეს გასწავლე. თვითონ საკითხი არასწორადაა დასმული. წონის კლების დროს კი არა. თუ ყოველთვის კარგ და ჯანსაღ პურს არ შეჭამ, რეგულარულად ჭამას გულის ხო? ადრე თუ გვიან მოგიწევს წონის დაკლება. იმიტომ რომ შენი ორგანიზმი დააგროვებს ცხიმს. ამიტომ უმარტივესია, ყოველთვის ჭამე ჯანსაღი პური. ყოველთვის როცა პურის საღიდლად შეხვალ მაღაზიაში, დაკვირვებით წაიკითხე შემადგენლობა. მარტივია ხო? ზე დაწერია, რაც შეიცავს. თუ პურში შედის ცოტა მაინც პირველი ხარისხის ფქვილი, უმაღლესი ხარისხის ფქვილი, თაფლი, შაქარი, რძე, მზესუმზირა და მსგავსი რაღაცეები, ეს პური არ იჭმევა. იმიტომ კი არა, რომ უგემურია. პირიქით ძალიან გემრიელია. უბრალოდ პურში არ არის დამატებითი პროდუქტების ადგილი. გაითვალისწინე, რომ დამატებითი პროდუქტი არის დამატებითი კალორია. და შენი ორგანიზმი ყველა კალორიის დაწვას ვერ მოასწრებს. ამიტომ ჭამე მხოლოდ მეორე ხარისხის ცეხვილი ხორბლისგან გამოუცხარი პური და თუ გაინტერესებს როგორ უნდა დაიკლო წონაში, თუ გინდა პერსონალური პროგრამა, პერსონალური კონსულტანტი და შენი შედეგის შენარჩუნება. მომწერე. მოდი, ვილაპარაკოთ.